მითხარი შენს თავს თუ ამოიცნობ. აი ხვალ დიდით უეჭველი 6-ზე გავიღვიძებ და ვივარჯიშებ. შენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მილიონჯერ დამიპირებია 6-ზე გაგვიძება და ვარჯიში. მაღვიძარაც დამიყენებია, მაგრამ დილის 6 საათი რომ მოდის, სულ 100-ზე გამოვიყურები. ხო, ჩემს თავს პირობა მივეცი და მე დავარღვიე. და მაინც რა ხდება, როცა შენი თავისადმი მიცემულ პირობებს არ ყვევ? პირველ რიგში კარგავ ნდობას შენი თავის მიმართ. აი წარმოიდგინე მეგობარი რომ დაგპირდეს, ხვალ გამოგივლიო და არ გამოგიაროს. ამ მეგობრისადმი ნდობას ხომ დაკარგავ? შეიძლება პირველ ჯერზე არა, მაგრამ მეორე და მესამე და თუ გამეორდა, მას ძველებურად ვეღარ ენდობი. ასე ხდება მაშინაც, როცა შენი თავისადმი დაპირებებს არ ყვევ. ამიტომ საკუთარი თავისადმი ნდობა რომ არ დაკარგოს, სამ მარტივ რჩევას მოგცემ. პირველი, მიეცი საკუთარ თავს რეალისტური დაპირებები. თუ იცი რომ 6 საათზე ვერ გაიღვიძებ, ვაზიადექი და ისე ივარჯიშე. მეორე, დაყავი დიდი მიზნები პატარა, მარტივად შესასრულებელ ნაბიჯებად. ასე დაპირებების შესრულება უფრო გაგიმარტივდება. მესამე, იყავი მომთმენი საკუთარი თავის მიმართ. თუ შემთხვევით დაპირება დაარღვიე, კიდევ მიეცი შანსი შენს თავს და დარწმუნდი რომ ამჯერად აღარ დაარღვევ და შენ ასრულებ შენს თავთან დადებულ პირობებს. დაგვიწერე კომენტარებში.